წინამდვილის ასახვა მუსიკალური მხატვრული ფორმებით, ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების და ადამიანის ემოციური მდგომარეობის გადმოცემის საშუალება. ეს მუსიკაა, რომელმაც ანტიკური დროიდან განვითარების უდიდესი გზა განვლო. ჩამოყალიბდა სხვადასხვა ჟანრი, მიმდინარეობა, სახეები. რამდენიმე წლის წინ საქართველოში იყო ეპოქა, როცა მელომანები მათთვის სასურველ მუსიკას იატაკქვეშ უსვედნენ და მუსიკოსები ასევე იატაკქვეშ უკრავდნენ. ჩვენ დროს პირიქით დაგვიჭირეს კიდევაც ბევრჯერ, როდესაც ეს ჩუმა ჩამოდიოდა, აი მაღაზიები იყო, ესეთი მაღაზიები ქუთაისში რამოდენიმე, ჩვენ ეხლანდელი ჩემი მეგობარი მელომანები, ზაზა, გია, რა ვიცი, დათო, ბევრი შემილია ჩამოთვალოთ ერთმანეთიდან საზრდოებდით, მაგრამ ძირითადად ჩამოქონდათ აი რუსეთიდან, მე მახსოვს ფაქტები ძამბერი, ჩემი დათო იაკობიძეა მეგობარი, გადაფრენილა მოსკოვში, უყიდია დისკი 100 მანეთი ყიდა მაშინ და განმოფრენილა იმ საღამოსო. ეს იყო დიდი სიყვარული მუსიკის, მაგრამ ეს იყო ნამდვილ მუსიკაზე მაშინ საუბარი და ახლა საშუალება აქვს და აი ყველას და მაინც აი ეს იაფასიან მუსიკებს უსმენ. თანამედროვე საქართველოში კი ვითარება გასულ წლებთან შედარებით რადიკალურად განსხვავებულია. დღეს ახალგაზრდებს შეუძლიათ ნებისმიერი მუსიკალური მიმდინარეობა მოიძიონ და მოусმინონ. თუმცა პიკასო ამბობს, რომ ბავშვის მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ოჯახმა უნდა ითამაშოს. აუცილებელია მითითება, თუმცა არა იძულება. ოჯახს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მით უმეტეს, იმიტომ რომ როდესაც ბავშვმა მით უმეტეს არ იცის, აი რანაირი მუსიკა მოусმინოს და ან რომელია კარგი და რომელია ცუდი, ის ღებულობს, ასე რომ ვთქვათ, ცოტა ჟარგონულად ვიყი ბირჟაზე, ანუ გარეთ ღებულობს თავისი მეგობრებიდან, რომლებიც საერთოდ არ არიან, აი გაგონილით, ისე დაგიწყებენ საუბარს, აი ბევრჯერ მქონია მე ესეთი შემთხვევა, შემდეგ მიკითხია, საერთოდ არ იციან რა ჯგუფი არის, რა შემადგენლობა, რანაირი მუსიკით იცხოვრენ, როგორი მუსიკით მოვიდნენ იქამდე და ასე ანუ გაგონილით შემდეგ ერთმანეთში საზრდოებენ აი ამ მუსიკით. პიკასო ამბობს, რომ ქართული შოუ-ბიზნესი ფაქტიურად არ არსებობს და მათ მუსიკაში მცოდნი ადამიანი მოპარულ ნოტებსაც ხშირად შენიშნავს. ქართული შოუ-ბიზნესი საერთოდ არ არსებობს და დრონერი მუსიკები აქვს ამგეს გადმოწერილი, შემდეგ აი სტუდიაში ხდება მისი რაშივროვკა, ასე რომ ვთქვათ და შემდეგ იბრალებენ, რომ ეს არის მათი მუსიკა. ანუ თუ დააკვირდებით, მათ თავიდან ბოლომდე ციფროვკავს ყველაფერს, ვინც მუსიკა ესმის, ის კარგად ხდება, რომ ეს მუსიკა არის შექმნილი მუსიკა, არა მათი, არამედ ის მოპარული ძველი, რომელიც 30 წლის უკან და 20 წლის უკან იყო. ხდება ისე, რომ ახალგაზრდა თაობა იმ მუსიკით ინტერესდება, რაც მოდაშია, თუმცა ერთი სიმღერის მომღერლებს ისტორია მალევე ივიწყებს ხოლმე.